ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს. მიზანი პოლიტიკური ბრძოლის გააქტიურება თითოეულ ქალაქსა და სოფელში. ისინი ამბობენ, რომ ხალხი მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს და არჩევნებს თავისუფალ გარემოში ჩაატარებს. პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება პარლამენტთან გამართულ აქციაზე გააკეთეს. 19 ივლისის დემონსტრაციაზე არ ყოფილან გახარია საქართველოსთვის და ლელოს წევრები. ოპოზიციის გეგმა ყოფილა ოპოზიციის ოპოზიციობა. ანუ ისინი აპირებენ ოპოზიციის წინააღმდეგობით დაამარცხონ რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, ეს ჩვენთვის არის გაუგებარი. თუმცა იბრძოლო არჩევნების წინააღმდეგ, რომელიც კონსტიტუციური უფლება არის მოქალაქის, იბრძოლო და კამპანია ჩაატარო აი ამ არჩევნებზე წასვლის წინააღმდეგ და არჩევანის დაფიქსირების წინააღმდეგ იმ წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში, რომელშიც დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა იმყოფება, ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს რეჟიმს, მხოლოდ და მხოლოდ მათ წისქვილზე ასხავს წყალს. საკითხი დგას ძალიან მარტივად. ჩვენ საპროტესტო ელექტორატის უმრავლესობასთან ერთად 8 პოლიტიკური ორგანიზაცია ვაგრძელებთ ივანიშვილის ხელისუფლებასთან ართანამშრომლობის პოლიტიკას, ვერავითარ ლეგიტიმაციას ივანიშვილი 4 ოქტომბერს ვერ მიიღებს, რასაც ყველაზე მეტად ეძებს ივანიშვილი. მას თუ რამე ჭირდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია. ჩვენი სამოქმედო გეგმა არის შემდეგი, რომ ქვეყნის გარედან სანქციები, ქვეყნის შიგნით უამრავი შეცდომა დაუშვეს. უამრავი ბერკეტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ოპოზიციამ, იმიტომ რომ ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი იდეები უფრო სწორია, ხელიდან გაუშვეს. ჩვენ არც ერთი არ გავიკეთებია. არ ჩვენ გვიბიძგებია, რომ პარლამენტში არ შემოსულიყვნენ. არ ჩვენ გვიბიძგებია, რომ სიები ჩაეხსნათ. არ ჩვენ გვიბიძგებია, რომ კომისიაზე არ გამოცხადეთ და ამ გზით თვითდაპატიმრებები განახორციელოთ. არაფერი ამდაგვარი ჩვენ არ გავიკეთებია. აკეთებენ ამ შეცდომებს და აგრძელებენ ამ შეცდომებს. ჩვენ რა გავაკეთოთ? გავაფრთხილებთ, ვეუბნებით, ვამბობთ, რომ არასწორად იქცევით, მაინც აგრძელებენ.